Bine, zustāt ერთი წლის თავზე საქალაქო სასამართლოში იწყება არსებითი განხილვა 22 წლის მეშაურმის თაზომ თივლიშვილის საქმეზე. დღეს პროცესი უკვე მეორედ დაესწრება. კვლევაში ბრალდებული მთავარი ფიგურანტი, რომლის ექსტრადირება საგამოძიებო უწყებამ ერთი წლის თავზე სწორედ 2 კვირის წინ მოახერხა. გიორგი პაპაშვილი ბრალს არ აღიარებს, მან ვრცლად ისაუბრა მომხდარის დეტალებზე, გასულ პროცესზე, თუმცა მკვლელობასთან შემხებლობა მას არ დაუდასტურებია. ამის შემდეგ მან და მისმა უფლებადამცველმა საქმეში აირჩიეს დუმილის პოზა. ამის შემდეგ უკვე დუმილს აღარ დაარღვევს გიორგი პაპაშვილი. დუმილის უფლებით ისარგებლებს თითქმის ყველა პროცესზე, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ აინტერესებთ რა მტკიცებულებები ჩადო საგამოძიებო უწყებამ საქმეში. როგორც ადვოკატი აცხადებს, გიორგი პაპაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მოითხოვეს საექსტრადაციო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პაპაშვილი საგამოძიებო უწყებას არ ჩამოუყვანია ქვეყანაში, ის თავად გამოცხადდა რუსეთში საგამოძიებო უწყებაში, ჩავარდა პოლიციას და ამის შემდეგ მოხდა უკვე მისი გადმოცემა ქართული მხარისთვის. თუმცა რა სრულის ეს მათთვის საქმეში უცნობია. მოკრულის ოჯახის წევრები, მათი ადვოკატი ითხოვენ, რომ კვლევის მთავარ ფიგურანტს მაქსიმალური სასჯელი განესაზღვროს. ამ ეტაპზე დუმილის უფლება აქვს არჩეული ისე. დღეს პროკურატურა დამატებით მტკიცებულებებზე დააყენებს შუამდგომლობას კიდევ. ასევე ველოდებით საექსტრადაციო საქმეს, რომელიც უნდა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ სასჯელის ნაწილში მნიშვნელოვანია ის ხო ეს გარემოებები კი ყველაფერი რომ საქმეში ჩანდეს. ნახოთ როგორ წერია ეგ ზუსტად არ ვიცით, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციასთან მოგეხსენებათ არ გვაქვს ისეთი კავშირი და შესაბამისად ჩამოვა მტკიცებულებები ყველა და შემდგომში გვექნება უფრო ზუსტი პასუხი. გულწრფელი მონანიება არ იყო ფაქტობრივად ბრალდებულის მხრიდან. დღეს არ ვიცით რა პოზიციას დაიჭერს. ოჯახის მოთხოვნა ბუნებრივია არის მკაცრი ადეკვატური სასჯელი. საქმეში არის წარმოდგენილი როგორც ექსპერტიზის დასკვნები, მოწმენთა ჩვენებები, ფარულ საგამოძიებო ხედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები და მტკიცებულებათა ერთობლივებით ცალსახად დასტურდება, რომ გიორგი პაპაშვილმა ჩაედინა თამაზ თივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. სასჯელის ნაწილში ერთ-ერთი კომპონენტი იქნება მისი მიმალვაც შემთხვევის ადგილიდან. ექსტრადირების შემდეგ პროცესზე მან დააფიქსირა პოზიცია, ჯერ თქვა, რომ აღიარებდა ნაწილობრივ, განსაკუთრებული სისასტიკეს არ აღიარებდა. შემდეგ გამოიყენა დუმილის უფლება. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია რა პოზიციას დააფიქსირებს ბრალდები. 22 წლის მეშაურმე თაზომ თივლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მისმა თანამშრომელმა თანამზრახველებთან ერთად გაიმეტა სასტიკად მოსაკლავად. მწვანილი საჭრელი დაფით მიაყენეს მას სასიკვდილო დაზიანებები, მიატოვეს და 3 დღის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ბიჭი სწორედ მკვლელობის მთავარი ფიგურანტის დედა მიპოვა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში. ამის შემდეგ მკვლელობის მთავარმა ფიგურანტმა თავს გაქცევით უშველა და 1 წლის თავზე მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში. ის დღეს განსასჯელის სკამზე იჯდება, თუმცა ისარგებლებს დუმილის უფლებით.